დაიცავით შემიშვილი, რომ არ მოკლან თქვენი შვილიც კი გაავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს. ეკა კუპატაძე ხვალ პროკურატურასთან საქმის ყველა ფიგურანტის დასჯის მოთხოვნით აქციას მართავს და საზოგადოებას გვერდში დგომას სთხოვს. ანდრო ჭიჭინაძე მუდოს შეთავაზებაზე უარი თქვა და არ შეწყალების მოთხოვნას აპირებს. პროევროპულ აქციებზე დაკავებული მსახიობი მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ არ მოაწერს ხელს არანაირ ასეთ დოკუმენტს. ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ მისთვის ერთადერთი მისაღები გამოსავალი სააპელაციო სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილება იქნებოდა. პუტინს მაკრონთან საუბარი უნდა. კრემლის პრესპიკერი ამბობს, რომ პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტთან დიალოგისთვის მზად არის. პესკოვს ელისეის სასახლე პასუხობს, რომ უახლოეს დღეებში აცნობებენ საუბრის ორგანიზების საუკეთესო გზას. კითხვას რატომაა ომის დასრულება ასე რთული, ნატოს გენერალური მდივანი პასუხობს, რომ მიზეზი პუტინია. ბილდთან ინტერვიუში მარკ რუტე ამბობს, რომ პუტინი წირავს მილიონობით საკუთარ მოქალაქეს, რეალურად კი წინსვლას ვერ აღწევს. რუსეთიდან მომავალი რეალური სიგნალები მხოლოდ ნეგატიურია, აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკის სამშვიდობო გეგმის გარშემო მიმდინარე პროცესებზე დღეს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. კრემლში კი ამტკიცებენ, რომ უკრაინას და ევროპას სამშვიდობო გეგმაში ისეთი დებულებების შეტანა უნდათ, რაც გრძელვადიანი მშვიდობის პერსპექტივას ამცირებს.